შეუჩერებელი მერაბ დვალიშვილი, ქართველი მებრძოლის რეკორდები, დანა ვაითის კება, რა უთხრა ბრძოლის შემდეგ სენთეგენმა დვალიშვილს, ვინ მუშაობს საქართველოში UFC-ს ჩატარებაზე, როდის და ვისთან სურს მერაბს შემდეგი ბრძოლა და რას ამბობენ მწვრთნელები მიქაუტაძეზე და დავითაშვილზე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ვეგასიდან, სადაც მერაბ დვალიშვილმა ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. ქართველმა ჩემპიონმა კორი სენთეგენი უშანსოდ დაამარცხა და გახდა მერვე ადამიანი, რომელმაც UFC-ს ქამარი ერთ წელიწადში ზედიზედ 3-ჯერ დაიცვა. ამასთანავე ამ დაპირისპირებაში დვალიშვილმა კიდევ ერთი სტატისტიკა გააუმჯობესა და გახდა UFC-ს ისტორიაში ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც 100 ტეიქდაუნი შეასრულა. ეს მაჩვენებელი მან ამავე ბრძოლაში კიდევ უფრო გააუმჯობესა და ახლა მის ანგარიშზე 111 გდება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მერაბის რეკორდს დიდი ხანი ვერავინ მიუახლოვდება, რადგან გდებებით მეორე და მესამე ადგილზე მყოფი მებრძოლები, რომელთა ანგარიშზე 90 და 84 ტეიქდაუნია, უბრალოდ აღარ ასპარეზობენ. სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო ქართველმა მებრძოლმა მორიგი გამარჯვება ოქტაგონზე ქართული ცეკვით აღნიშნა და დარბაზით ცეკვა-ცეკვით დატოვა. რის შემდეგაც კორი სენთეგენს შეხვდა, სადაც მებრძოლებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს. ამის შემდეგ კი მერაბ დვალიშვილმა მედიასთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მერაბს კიდევ ერთი რეკორდის დამყარება სურს. ქართველი 2025 წელს კიდევ ერთი მეოთხე სატიტულო ბრძოლის ჩატარებას ითხოვს. ამ საკითხზე კომენტარი UFC-ს პრეზიდენტმა დანა ვაითმაც გააკეთა. დიდი პატივი იყო შენთან ბრძოლა. კიდევ შევხვდებით და შემდეგ ჯერზე გამოგიჯერ. ნამდვილი ცხოველი ხარ. მეხუთე რაუნდის ბოლოს კარგად დამარცხე. ვიცი, შენ მეორე რაუნდში თითქმის დამაფინიშე. მადლობა, დიდი პატივისცემა ძმაო. ნამდვილი მებრძოლი ხარ. ფიზიკურად თავს დიდებულად ვგრძნობ, ემოციურად კი კარგად. ეს ყველაფერი ჩემთვის ნორმალურია. ამას კვირაში 3-ჯერ ვაკეთებ. ვგულისხმობ სპარინგს. კორი ჩემს ტეიქდაუნებს ბრწყინვალედ იცავდა. ის კარგად მომზადებული და ნავარჯიშები იყო. ვფიქრობ, მასთან სტრაიკინგი უფრო ადვილია ვიდრე ჭიდაობა. მისი დანოკაუტება თითქმის გამომივიდა. სასაცილო ის არის, რომ ფსაჩს უთხარი მაქსიმალურად მოეცა ჩემთვის ჩხუბის შესაძლებლობა. ბრძოლის შემდეგ კორის შეხვდი და ჩემს მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა. ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც თქვი, თითქოს მე ახლა ვიწყებ. ბევრს ვარჯიშობ და გაუმჯობესებას ვცდილობ. ვისურვებდი, რომ დეკემბერში ვიჩხუბო. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ჩემი ჩხუბი მანიჭებს. მოუთმლადობები ახალ მეტოქეს. არჩიონ ვინც უნდათ. იანვარშიც ვიჩხუბებდი, მაგრამ ეს გარკვეული გამოწვევაა. იანვარში საქართველოში 2 ახალი წელი გვაქვს, რომლებსაც აღვნიშნავთ. ასევე არის ჩემი დაბადების დღე. იანვარში ასევე დაკეტილია სავარჯიშო დარბაზები და იანვარში ჩხუბი შედარებით რთული იქნება. ალჯოს ხვალ ქორწილი აქვს. ვულოცავ, მისთვის ეს დიდი მომენტია. ღმერთმა დაგაოცო ძმაო. მე როგორც მებრძოლი აქტიური ვარ. მე მყავს ძმა, რომელიც ქართულ არმიაში მსახურობდა. არ თქვათ, რომ მე პილოტი ვარ, მე მოჩხუბარი ვარ და სულ გაუმჯობესებაზე ვფიქრობ. როცა დადგება დრო და მე შვილიშვილები მეყოლება, მათ სიამოვნებით მოუყვები ჩემი კარიერის შესახებ, მაგრამ ახლა მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. ჩემი კარგი მეგობარი დავით ნატროშვილი ცდილობს, რომ UFC საქართველოში ჩაიყვანოს. იმედი მაქვს, ეს ერთ დღეს მოხდება. ჩვენ მებრძოლები ვართ და ვფიქრობ, საქართველოში ბევრი კარგი მებრძოლის აღმოჩენაა შესაძლებელი. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში იყოს UFC. როდესაც პირველად გავედი ოქტაგონზე, ვიგზენი, რომ ეს ჩემი სპორტი იყო, ჩემი მიზანი. ფიქრი იმაზე, რომ წლის საუკეთესო მებრძოლი გავხდები, ძალიან დიდ ემოციას იწვევს. ჩემი ისტორია ყველამ იცის და მინდა ეს ბევრისთვის ინსპირაცია იყოს. გააგრძელეთ მუშაობა, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. მიხარია, რომ ჩემი ქართველი ხალხის გახარება კიდევ ერთხელ შევძელი. ჩემი საიდუმლო ის არის, რომ ქართველებს დიდი კვერცხები გვაქვს. ქართული ჭიდაობა კარგია. ჩვენ ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. ჩვენ გვაქვს დიდი გული. გენეტიკურადაც ძლიერი ხალხი ვართ და გვიყვარს გამარჯვება. ძალიან გახარებული ვარ და რომ რავი, კიდევ ერთხელ შევძელი ჩემი ქართველი ხალხის გახარება და მათი იმედების გამართლება და რავი, მე ვაგრძელებ ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის, სპორტი და შევეცდები, რაც შეიძლება დიდხანს გავაკეთო ეს, მანამდე ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, იმიტომ რომ ამ ვფიქრობ, რომ აი ამით ეს რაც შემიძლია, გამომდის, ამით შემიძლია, რომ რაღაცა პოპულარობა თუ რაღაც ერთი აგური დავდო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში და კეთილდღეობაში პოპულარობაში და რაღაც წარმატებაში რა და აი ვაპირებ, რომ მთელი ცხოვრება 50 წლამდე გავაკეთო ეს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ წონის კლება მეზიზღება, აი ყველაზე ძალიან ეხაც ბოლოს ლამის ვიტირე 10 კილო რო დავიკელი, აი ყველაზე ძნელი
წუთები გავიარე რომ ანუ ძალიან მეთქი არ ამგოდი 50 წლამდე მინდოდეს ეს, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ისევ მზად ვარ რომ ისევ იგივე გავიარო ეგ წონის კლების ერთი კვირა, შიმშილი, წყურვილი, მაგრამ შედეგად ღირდა იმისთვის რომ გავახარო ჩემი ხალხი, ჩემი ქვეყანა და мотивация მივცეთ ყველა ქართველ ახალგაზრდას რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და იუარჯიშონ და დარბაზი, სწორი კვება, არა ალკოჰოლი და არა ზედმეტი მავნე, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ნარკოტიკზე და ესე შემდეგ. მერაბი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონი იქნება. როდესაც ის აღმოვაჩინე, მეცენამ მაშინ მითხრა, მერაბი შენი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩემპიონი იქნებაო. ამის დასანახად დრო დამჭირდა. მგონი სხვებსაც, მასში სულ ეჭვი ეპარებათ. კორი ძალიან გამძლეა და შეიძლება ეს დღევანდელი საღამოს ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა არ იყო, მაგრამ მერაბმა დომინანტურად მოუგო. დეკემბერში უნდა ბრძოლა, დავილაპარაკებთ. მიყვარს ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად ბრძოლა უნდათ, განსაკუთრებით თუ ისინი ჩემპიონები არიან. ძალიან მომწონს ეს იდეა. ბოლოს კი გეტყვით იმასაც, რომ აქამდე მერაბს ერთ კონკრეტულ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი 13 ტეიქდაუნი ჰქონდა, თუმცა მან ეს რეკორდიც გააუმჯობესა. დვალიშვილმა სენთჰეგენთან დაპირისპირებაში 20 ტეიქდაუნი შეასრულა. წარმატებები ვუსურვოთ სუპერ მსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონს. ახლა კი ფეხბურთი, სადაც ჩვენი ბიჭები შესანიშნავი შეხვედრების ჩატარებას აგრძელებენ. პირველი ასეთი გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალს გაუტანა. მართალია ვილიარეალი მადრიდის რეალთან 3-1 დამარცხდა, თუმცა რაც მთავარია სანაკრებო პაუზის წინ ქართველმა ულამაზესი გოლით დაამახსოვრა თავი ადგილობრივ პუბლიკას. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო და პროგრამა მინიმუმი შეასრულა. ქართველზე შეხვედრის შემდეგ ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ ისაუბრა. მიქაუტაძე ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია, რომელსაც სწრაფად გადის. გიორგი ჩვენთან მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოვიდა, მაგრამ თავის შესაძლებლობებს ავლენს. მას ბევრი რესურსი აქვს და შეუძლია მაღალი დონის მეკარეების წინააღმდეგ გოლიც გატანა. ვჯერა რომ შეუძლია კიდევ უფრო მაგარი თამაში შემოგთავაზოს და ჩვენი მიზნების მიღწევაში დაგვეხმაროს. შეგახსენებთ, რომ ადაპტაციის პროცესში მყოფმა ქართველმა მიმდინარე სეზონში ესპანურ კლუბში ყოლა ტურნირზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. ვილიარეალი კი ლა ლიგაში 16 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 ოქტომბერს ბეტის დაუპირისპირდება. ახლა კი ზურიკო დავითაშვილის დუბლი. ამჯერად ქართველი შემტევის სენტ-ეტიენმა ლიგაურის მე-9 ტურში მომპელიე 2-0 დაამარცხა და ორივე გოლი სწორედ ქართველმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი ზურიკომ შეხვედრის მეორე წუთზე გაიტანა, მეორე გოლი კი 22 წუთზე. შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ქართველმა 87 წუთი ითამაშა და მოედნის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრის შემდეგ ქართველზე მწვანეების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა ისაუბრა. ზურიკო ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული ტრამვებითა და უწყვეტობის ნაკლებობით აღსავსე ზაფხულის შემდეგ დიდი მონდომებით ცდილობს ფორმაში შესვლას. დღეს მან სტატისტიკურად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია. ცხადია მიხარია, რომ ის გვყავს. დიდი მონდომებით ვიბრძოლეთ, რომ ამ სეზონში ჩვენთან ერთად ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის ანგარიშზე ლიგაურის 8 შეხვედრაში 4 გოლია. ქართველის გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ 20 ქულით სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერია. ინგლისის პრემიერ ლიგაში კი გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. თუმცა სამწუხაროდ მამარდაშვილის ლივერპული ჩელსისთან 1-2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გაშვებულ გოლებში მამარდაშვილის ბრალეულობა ნაკლებად იყო. უფრო მეტიც, მან არაერთი გამოცემისგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. მის ანგარიშზე იყო 4 სეივიც. შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი 16 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართველია, ვინც პრემიერ ლიგის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ის არის პირველი ქართველი მეკარე და ისტორიაში მე-6 ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში ითამაშა. ქართველის გუნდი პრემიერ ლიგაში 15 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს. ბოლოს, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილვაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.